უელსში ნატოს სამიტზე საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის ახალ გაძლიერებულ პაკეტს მიიღებს, განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. ნატო საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის პუნქტები თავდაცვის მინისტრმა განმარტა. ირაკლი ალასანიას თქმით, შეთანხმება საქართველოში ნატოსთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნას ითვალისწინებს, სადაც ნატოს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფები მოემზადებიან. ასევე თავდაცვის უწყებასა და შეიარაღებულ ძალებში ნატოს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფს მიავლენს, რომელიც შემუშავებული პაკეტის განხორციელების პროცესს დააკვირდება. უელსის სამიტის შედეგები თბილისში მინისტრებმა შეაფასეს. ჩვენი დელეგაცია, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ ნატოს უელსის სამიტზე, ძალიან ღირსეულად წარმატებულად გამოდის. დღეს დავაუდებით საბოლოო, ასე ვთქვათ, ინფორმაციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიიღებს იმას და შეფასდება ყველა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივახციეთ. და რაც თავარია, ჩვენ აღნიშნული სამიტი კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატოსთან. კარაჩანსო დელეგაცია წარმატებულად მუშაობს, არის უამრავი შეხვედრებია, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ტარდება. ჯერჯერობით მე ვერ გეტყვით რა ხდება ზუსტად, იმიტომ რომ ინფორმაცია მაგ პრესიდან, ასე რომ დაველოდო დელეგაციის ჩამოსვლას და დარწმუნებული ისინი დაწვრილებით მოგვახსენებენ ყველაფერს ახდებოდა. საქართველოს უელსის სამიტზე წარდგა ძალიან სერიოზული მომზადებული სამუშაოთი. ეს შედეგები არის ქვეყნის შედეგები და ის წარმატება, რომელიც უელსის სამიტზე აქვს საქართველოს, როგორც თავდაცვის მინისტრმაც აღნიშნა დღეს, მე მჯერა, რომ უკვე მომავალ სამიტზე საქართველოს წევრობაზე შეძლებს სერიოზულად ჩვენს მოკავშირეებთან საუბარს.